მოგესალმებით, თვითონ მეგობრებო, მსმენელებო. დღეს მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ალექსანდრ უსანინის ვიდეო, სადაც ის საუბრობს ვედებზე, უпростоრად თუ რას ამბობენ ვედები უცხოპლანეტელებზე და საიდუმლო რომელსაც მალავენ. ალექსანდრ უსანინი ვედოლოგია, მე მგონი, არ ვიცი, ვედებს უფრო მიყვებიან ბუდისტები, უმრავლე კრიშნაიდები და კიდევ არ მახსოვს ვინ. ხო, არადა ვედები იყო სლავიანების რელიგია. ხო, და ახლა მე მახსოვს 2000-იან წლებში, 1999-2000-იან წლებში მე ვიყავი მოსკოვში, ჩემ დასთან დიშულს დიდი და იქ ერთხელ მე ჩემთან მოვიდა კრიშნაიდელი რუსი. კრიშნაიდელი და შემომთავაზა მეყიდა წიგნი ბხაგავატ გიტა თუ პარაბხაგავატი, რომ არ მახსოვს უცებ რა წიგნი იყო, მაგრამ ეს იყო ვედური წიგნი. მე მეგონა ეს ვედური წიგნი კრიშნაიდული. თუ რადგან ჩვენ ვიყავით ქრისტიანები თავიდანვე, მე ვიფიქრე რა თქმა უნდა ეს წიგნი. საერთოდ უცხო რელიგია. კრიშნაიდული რელიგია მეგონა. ხო, კრიშნაიდი იყო. ნარინჯისფერ სამოში იყო გამოწყობილი ის კაცი და უკან რაცხა ჰქონდა კუდივით. გადაპარსული იყო თავი და კუდივით ჰქონდა. გონი თუ არ ვცდები. ხო და ახლა უსანინი ამბობს რელიგიები რაში ვჭირდებაო ჩვენ? ბევრი რელიგიის წინააღმდეგ მიდისო. ეს მისი აზრია. ხო, რელიგიაზე არ აქვს საუბარი, აქ იქნება ვედებზე და უცხოპლანეტელებზე და საერთოდ ადამიანებზე საუბარი. ხო, რეინკარნაციაზე და ასე შემდეგ. და ეს უსანინი, ალექსანდრ უსანინი პასუხობს, რომ რელიგიებს ერთი მიზანი აქვენო. ყველა რელიგიას აქვს ერთი მიზანი, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ მაინც მის აზრს გაცნობებთ. უსანინი ამბობს, რომ ყველა რელიგიის ესე იგი მიზანი არის, რომ ადამიანები ცნობიერების გაზრდა, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, რომ მე ამას არ ვეთანხმები, რადგან არც ერთი რელიგია არ ბრძოლობს ადამიანის ცნობიერების გასაფართოებლად. მე მაქვს რელიგიური გამოცდილება, რელიგიური ეგრეგორების გამივლია, დიახ, არაერთი, ჭეშმარიტის ძიებაში და მე ვფიქრობ, რომ არა, რელიგიები მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია. მოდით გავაგრძელოთ. ქრისტიანელები თაყვანს სცემენო ღმერთის შვილსო, ამბობს უსანინი. ინდოეთში თაყვანს სცემენო მამას, შვილის მამას. იქ იესოს მაგვარი, იესოს იცით რა, თითქმის ყველგან და იგივეა, მაგრამ იქ ხო, ჩვენთან თუ იესოს მამა სხვა, ესე იგი მერთის სახელი სხვა, იქანე მერთის სახელია კრიშნა, ესე იგი შვილის მამას სცემენო თაყვანს კრიშნას სცემენო თაყვანს. ესე იგი იესო, უпростоრად მაბადია, იესო, კრიშნა არის იგივე იესო ინდუისტურ რელიგიაში და მამა კრიშნასი არის გოვინდა. კრიშნას მამას სცემენ თაყვანს, გოვინდას. კრიშნა იგივეობას, ესე იგი იგივე, როგორ გითხარ, კრიშნას აიგივებენ იესოსთან, მაგრამ უწოდებენ კრიშნას და მის მამას გოვინდას. და ბიბლიაში კი ღმერთის სახელად ღმერთს უწოდებენ იეჰოვას.
ესე გამოდის იესო გამოიყვანეს იესო უცხოპლანეტელის შვილად. იესო ნამდვილი ქრისტე მართლა უცხოპლანეტელი იყო, მართლა. მაგრამ ის ქრისტე, რომელიც დაიბადა იუდეველების ოჯახში, ის ქრისტე თან ქრისტე მეთქი იესო იყო არა ერთი, ბევრი იესო იყო. გონი თუ აცდები 4 მეტი თუ არა. და ქრისტე იყო ერთი, იესო და ქრისტე სხვადასხვა პიროვნება იყო, სხვადასხვა პიროვნება. და ქრისტე იყო ის ქრისტე, რომელიც მოვიდა და სასწაულებს ახდენდა, იყო მოსული, იყო უცხოპლანეტელი. ოღონდ მისი სული გაანსახიერეს, შეუქმნეს სხეული უბრალოდ. იესოს მსგავსი სხეული შეუქმნეს. ხო, რადგან იქ კიდე სხვა ამბებია, ახლა მე მაგას არ გავარჩევ. თუ გაინტერესებთ, თუ ვინ იყო ის ქრისტე, იესოს მაგივრად რომ მოვიდა, შეგიძლიათ მოусმინოთ ჩემ წიგნს, ჩემი წიგნი არა. მიშელ დემარკეს წიგნს, რომელიც მე თარგმნე ქართულად. ტიაობა ოქროს პლანეტა. იქანია ნამდვილი ისტორია თუ ვინ იყო ქრისტე. ნამდვილი ისტორია. და თუ გაინტერესებთ, კი ახლა შეიძლება მართლმადიდებლობის წვენის ადამიანებმა შეურაცხყოფად მიიღონეს, არ მიიღოთ შეურაცხყოფად. ბრმად არაფერს არ უნდა ვენდოთ ჩვენ. ჩვენ თუ მართლა გვაინტერესებს, ხო? ჩვენი სულიერი განვითარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. მეც არ მენდოთ. მე ჩემას კი ვამბობ, მაგრამ მე თქვენ გთავაზობთ სხვადასხვა პიროვნებების აზრებს, ხო? ხო. რომლებსაც მე შეიძლება მთლიანად არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ნაწილობრივ ვეთანხმები. ბრმად არაფერს ვუჯერებ. უბრალოდ რადგან ჩვენ ვერც საწინააღმდეგოს დავამტკიცებთ, ესე იგი ვერც ვუარყოფთ, ვერც დავამტკიცებთ ხო ვერაფერს. ხო, მაგრამ როდესაც ჩვენ უსმენ 1, 2, 3, 4-ს, ამოგიტიპტივდება, რომ როდესაც მეხუთეს მოусმენ, რომ იმან ეს თქვა, იმან ეს თქვა და გააკეთეთ ანალიზი. თქვენ ბრმად არაფერს არ უნდა ენდოთ. მე მით უმეტეს უბრალოდ ვინ ვარ? მე უბრალოდ თქვენამდე მომაქვს ინფორმაცია. ხო, ეგების ინფორმაცია თქვენია. ხო? ეგების ინფორმაცია თქვენია. ხო, კიდევ ვამბობ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, დაუჯეროთ თუ არა ინფორმაციას. თქვენი ნება უნდა აღასრულოთ. ხო, ბუდისტები თაყვანს სცემენ სულს. მაგრამ თქვენ იცით, რომ ბუდისტების პატრონი არის ლუციფერი. დიახ. მაგრამ ბუდისტებს წამთ ნირვანის. ბუდისტები უარყოფენ ღმერთს როგორც პიროვნებას. მართალია, ნამდვილი ღმერთის შექმნელი არ არის ფიზიკურ სხეულში. არ არის და როგორ შეუძლია უცხოპლანეტელს, რომელსაც გააჩნია ფიზიკური სხეული, იყოს ჭეშმარიტი ღმერთი. კი, ღმერთი შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ ვართ ღმერთები. ჩვენ ჭიაჭორების თვალში ვართ ღმერთები. ხო. მაგალითად პატარა მცირე ზომის არსებასთან დასაკვირველია ჩვენ 1000-ში დარებით ღმერთები ვართ. იმხელები ვარ და დასაკვირველია 1000-ში დარებით ვართ განვითარებულები და ის უცხოპლანეტელები მაშინ კატაკლიზმების შემდეგ ადამიანები დაუბრუნდა ქვის ხანას და როდესაც რაღაც წლების შემდეგ მოვიდნენ უცხოპლანეტელები, მათ ეგონათ ღმერთები იყვნენ ისინი და დაარქვეს დაუწყეს თაყვანისცემა მათ. სინამდვილეში უბრალოდ ისინი იყვნენ განვითარებული და ჩვენ უკან დახეული ცივილიზაციები ვიყავით პრიმიტიულ დონეზე მისული და დასაკვირველია ჩვენ გვეგონებოდა რომ ისინი იყვნენ ყოვლის შემძლე ღმერთები. მაგრამ ნამდვილი ჭეშმარიტი ღმერთი შექმნელი ერთია.
მაგას კი წყოლია უფროსი შექმნელი და შექმნელს ყოლია თანაძმები შეუქმნეს შექმნელს 10 ძმა რომლებიც ეხმარებიან შექმნელს ყველაფერს მართვაში და მაგათაც ყოლიათ უფროსი ზეთ აბა რა ხო ეს მე სხვა ვიდეოდან მოგიყვანეთ მაგალითი წმინდა სულიო ნირვანა ადვაიტა ნახსენები აქვს ბლაბაცკაიასაც რომელიც უბრალოდ არის სუბსტანცია ენერგია ან სიცარიელი მაგრამ ბორე ეს სიცარიელი არის ყოველთვის ატომში ეს სიცარიელი მოძრავია ან ისისათის ხო მინდა დავამატო ეს კამკაცეს არ უთქვას მაგრამ მე მინდა დავამატო სიცარიელი რომელიც არის გონივრული გესმით ხო და ბევრი არ აღიარებს იმას რომ სიცარიელი გონივრულია და ეს სიცარიელი ბრუნვადია ის ბრუნავს ან საათის მიმართულებით ან საათის ისის წინააღმდეგ მაგრამ ამ ბრუნვით იქნება ან მზის ენერგია ან თვალის ენერგია ხო და თუ არ ვწდები მზის ენერგია იქნება საათის ისის წინააღმდეგ თუ ბრუნავს ეს სიცარიელი და თვალის ენერგია საათის ისის მიმართულებით და ეს ყოველ ჩვენ ატომში ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ატომში არის რაღაც ნაწილი ამ სიცარიელისა ბრუნვადის სიცარიელისა ხო კიდევ გეუბნებით შეგიძლიათ უფასოდ არის ბორევის წიგნები თუ რუსული იცით ან გესმით შეგიძლიათ გადმოკაჩოთ და წაიკითხოთ შეგიძლიათ აუდიო წიგნებიც არის მოусმინოთ ქართულად ბლაბაცკაიას ნათარგმნი და იმის ბორევის ნათარგმნი არ არის დადგავთ რომ როდესაც ადამიანებმა უფრო სიღრმისეულად უნდა გაარკვიონო და გაიგონო თუ რა ხდებაო დღეს პლანეტაზე მართლაც მოვიდა მართლაც ისეთი დრო ახლა რომ ჩვენ ყველაფერში უნდა გავერკვეთ აუცილებელია ეს აუცილებელი რადგან ბევრი რამ ითქმება ღიად მაგრამ ადამიანები აღიქვამენ ამ ნათქვამს ალეგორიულად ან სიმბოლურად და დღეს პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ასეთ გამოთქმას როგორც ხო და ამ სიტყვებს მიძღვნილები იგებენ ბუკვალურად ვისაც ესმის ვინც ამ საქმეში გაგებულია და ვინც არ მიძღვნილი ისინი თვლიან ამას ალეგორიად მაგალითად პუტინმა 2 დღის უკან როდესაც ინტერვიუ იძლეოდაო ხო რომელიღაც კომპანიას აძლევდა ინტერვიუს და პუტინმა წარმოთქვა ასეთი ფრაზა დასავლური ელიტები ასობით წლების განმავლობაში თავის მუცელს ივსებდნენ ადამიანური ხორცით როგორ უნდა გავიგოთ ეს ბუკვალურად თუ სიმბოლურად ისედაც უნდა გავიგოთ და პირდაპირ გაგებითაც უნდა გავიგოთ და გადატანით მნიშვნელობით ახლა მე მინდა თქვენ რადგან ამ ადამიანის ხორცის ჭამას შევეხეთ პირდაპირ გაგებით ჭამენ ხორცს კი ელიტა ჭამდა ელიტა ჯერ არის არსებობს არავის გაუქმებია და მე მაქვს 5 ვიდეო გადათარგმნილი მარშალ ხოდი დონალდ მარშალის თუ არ ვცდები ნუ მარშალის ვიდეო 5 ვიდეო ეს პიროვნება იყო მონა ბავშვობიდან და ის წერს თუ რა ხდება სინამდვილეში მაშინ ელიზაბეტი იყო ცოცხალი და ელიზაბეტიც მოყვა თუ რა ხდებოდა ინგლისის სამეფო ოჯახში სინამდვილეში და როგორ ირთობდნენ თავს ქვეყნების ლიდერები დიახ ყველა ქვეყნების ლიდერები რომლებიც გროვდებოდნენ ერთ ადგილას თურმე არსებობს კანადაში არსებობს არ ვიცი ახლა თუ არსებობდა მიწის ზედა არენა და ისე ბევრი მიწისქვეშა კლონირების სადგურები არსებობს და იქ არსებობდა კანადაში არ ვიცი თუ არსებობს ზედაპირული კლონირების სადგური სადაც მათ ჰქონდათ
არენა, პატარა არენა, ხო. და აი ვისაც უნდოდა წარმატება თავის კარიერის გასაწევად, თავის კარიერის გასაფართობებლად, სახელის მოხვეჭა ან ვისაც უნდოდა ფული ეშოვა, მომღერლები, მსახიობები, თითქმის ერთეულების გარდა ყველა ამერიკელი მომღერლები და მსახიობები, ალბათ სხვა ქვეყნისაც, მაგრამ ამერიკა კი ციცამხელა, ხო? ყველა ის კი არა პუტინიც ყოფილა აქა, დადიოდა თურმე, დიახ, ამ შეხვედრებზე, ვინც მოვა აქ და სთხოვს დაეხმარონ, ეს ბიჭი, ეს ახალგაზრდა კაცი, ვინც დაწერა ეს ინსაიდერი, მისი ვიდეოებით მე გადავთარგმნე, მისი ამბობი. ამას აიძულებდნენ მოეგონა სიმღერები. თუ კი რაც ამერიკაში სიმღერებია დაწერილი, თითქმის ყველა დაწერილია ამ კაცის მიერ. დიახ. და შემდეგ ვინმე მომღერალი თავის სიმღერად ასახებდა. არა, მე ახლა გადავუხვი ეგზიდან ვიდეოს თემიდან, მაგრამ შეგიძლიათ მოусვინოთ. ოღონდ სუსინერის ვინცაც სუსინერები აქვს და ვინც ორსულებია და მოზარდები, არ მოусვინოთ ამ ვიდეოებს. ძალიან რთული მოსასმენია. ძალიან რთული. ისეთ რაღაცებზე იქ საუბარი. ხო. ხო და რომ ადამიანები არ შეუშინდეს ასეთ გამოთქმებს, ხანდახან თარგმნიან, იგებენ ამას, როგორც ალეგორიული ან სიმბოლური გამოთქმა. არა და პუტინმა იცის, ვინც კი ლიდერები აქ ქვეყნების, ყველა ვიცის, სად რა ხდება. ყველა. რასაკვირველია, პუტინმა იცის, რომ ამერიკაში ცხოვრობენ კანიბალები, განა ელიზაბეტი არ ჭამდა ადამიანის ხორცს, ელიზაბეტის ოჯახიც ჭამდა. ახალგაზრდები არ ვიცი ჭამდნენ თუ არა, მაგრამ სადაიკარგა აფრო-ამერიკელი რძალი რომ მოიყვანა შვილიშვილმა ელიზაბეტის, დედოფალ ელიზაბეტის შვილიშვილმა, პირველი ბავშვი დაეღუპათ, ამბობს, მაგრამ მე მგონია შვილი მოპარეს, მე ვფიქრობ, რაღაც ისეთნაირად ყვებოდა ვიდეოში ის აფრო-ამერიკელი რძალი. მე მივხვდი რა შეც იყო საქმე, მე ხა თქვენ ამას არ გეტყვით. იმიტომ მე მტკიცებულება არ გამაჩნია და ვერ დავამტკიცებ ამას და ეს არის დეზინფორმაცია, მაგრამ მე თქვენ შემეკითხებით, აბა ის ვიდეოები რო გადათარგმნე ვიღაც მარშალის იმის მტკიცებული ხარ გაგაჩნია, მე არ გამაჩნია, მაგრამ ის კაცი ცოცხლად ლაპარაკობდა, ცოცხლად და თარგმნიდა რობოტი. რასაც ლაპარაკობდა. გონი, ხო, შვილ ბავშვებს ჭამდნენ ელიზაბეტი და მაგის ოჯახის წევრები. მაგას გეუბნებით. შვილ ბავშვებს ჭამდნენ, გამოუშიგნელ ბავშვებს. პირდაპირ დუხოვკაში წვავდნენ თუ საწვავდნენ, ხო, რადგან ამბობდნენ, რომ შვილი ბავშვის ხორცი ახალგაზრდობას ინარჩუნებს, ჯანმრთელობას ინარჩუნებს ადამიანი თურმე. და თუ ამ შვილ ბავშვებს ვერ შეულობდნენ ინგლისში, ჩამოყავდათ მესამე ქვეყნის ტერიტორიებიდან. თან ოქროს ფალგაში გახვეულებს მოართმევდნენ. და თქვენ წამოიდგინეთ, ჩვენ ნახევრად ქათმებს რომ ჭამთ, მე მივატოვე ხა ხორცის ჭამა, მაგრამ ვინც ჭამს ნახევრად ქათმებს, რას შემონებებს ღებულობს, ან ძროხას კლავს, ხო, იტყვით ისინი ხომ ცხოველებიაო და რა შედარებაო,
ისინი ცხოველებია, მაგრამ ისინი ხომ იგენიც ხომ გრძნობენ, იმათშიც ხომ არის სულის ხანდახან ცხოველებში აბრუნებენ ადამიანის სულებს, რომლებაც დაიმსახურეს იქ დაბრუნება, რომლებაც ნეგატიური ცხოვრება გაიარეს და დასასჯელად უკან აბრუნებენ მათ, ვინც ჭამდა ბევრ ხორცს, ვინც კლავდა ცოცხლად ცხოველებს, ვინც ათრევდა მონადირეებსაც მასეთი ბედი ეწევა თურმე, ვისაც ხობათ აქვს ქცეული გარეული ცხოველების მოკლა, რომ მე იტრაბახონ ამ ეს მომკალი, თან ათრევენ, ბატას მოუმბავენ და ნახევარცოცხალ არსებას ათრევენ მთელი რამდენიმე კილომეტრი სახლამდე რომ მოიტანა. ხო, დედებო, თქვენ რომ აბორტებს იკეთებთ, ახლა ნუიტყვით ნურაფელს. ვინც ამას უსმენთ, კაცებიც არ გაბრაზდეთ, მაგრამ თქვენი ცოლები აბორტებს რომ იკეთებენ, თქვენ რა გონიათ, რით განირჩევა ის ნაყოფი ჩვილი ბავშვებისგან? იგინიც ხომ ბავშვები არიან? კაი, ცხოველებზე იტყვით, ცხოველებიაო, მაგრამ ისინი ხომ ადამიანის შვილები არიან, ხომ ნაყოფი ადამიანური ის, რომელსაც თქვენი ცოლები იცელებენ. სხვათა შორის ძველად ხომ არ იყო ეს აბორტიზაცია არ არსებობდა მეორე სამამულო ომის შემდეგაც კი სოფლებში არ არსებობდა და ქალი რომ მშობიარობდა და ბავშვი არ უნდოდა ახლა ისე განბრაზდებით რომ გეტყვით ამას ბავშვებს მარხავდნენ არის შეიძლება წინასწარ კლავდნენ აღჩობდნენ მაგრამ ბავშვებს მარხავდნენ ჩუმად იცილებდნენ თავიდან ახლა ცოცხალს როგორ ჩამარხავენ დიახ და წამოიდგინეთ ჩემამდე ჩემთვის ეს როგორი მოსანელებელია მე ყველაფერი ეს რო გავიგე დრო დამჭირდა რომ ეს ყველაფერი გადამეხარშა მომენელებინა ეს ინფორმაცია ამიტომ არ გაწვრივენ ჩვენ ინფორმაციას უცე არ გვაძლევენ რადგან ძალიან რთული მისაღებია მაგრამ სანამ თქვენ ვინმეს გააკრიტიკებთ რატომ აღწელებენო ამა თუ ინფორმაციას დედებო აბორტები ერთი აბორტი მაინც რომ ვისაც გაქვთ გაკეთებული ჩაიხედეთ თქვენ გულში კაი ცხოველზე ის ხომ არ იყო ცხოველი იქ ხომ თქვენი ხორცი და სისხლი იყო თქვენი მოკალით მუცელში ჩააკალით მუცელში ჯერ არ დაბადებული ბავშვი ამიტომ ნუიტყვით ნურაფელს უბრალოდ თქვენ გულში ჩაიხედეთ და ვისაც დასავლეთში უკავია ეს თუ ის თანამდებობა თითქმის ყველა არის კანიბალები ახლა რამეა კიდევ მაგალითი მოგიყვანოთ ნესტლე ალბათ ფირმა ნესტლე ყველასთვის ცნობილია ხო ამ ნესტლეში იხმარება стволовые клетки ჩვილი ბავშვების არა ბავშვებს კი არ კლავენ მე არ გულისხმობ ბავშვებს კლავენ стволовые პლანცეტა ხომ რჩება იქედან ამოაქვთ стволовые клетки ამიტომ ეხლა არანაირი სრული არ მოსვედებო ინტერნეტში არის ეს თან თურმე იქ ინგლისში და ასეთ ქვეყნებში ექიმებთან არიან მოლაპარაკებული უხდიან ექიმებს ფულს რაში რომ თუ ხალი ფეხზე მეხალი მივიდა და ის პირველი ბავშვი არა ამ ხალის მოატყუონ რომ აბორტი უნდა გაიკეთოს დიახ ამ ხალებს მოტყუებით აიძულებენ გააკეთონ აბორტები რაღაც ვადა აქვს მაგ ბავშვებს რაღაც ვადა 2 კვირა მგონი თუ არ ვიცი ზუსტად რამდენი იმიტომ რომ რაღაც პრეპარატებისთვის სჭირდებათ ამ ვადის ჩანასახები ამ ვადაში უნდა ჩაეტიონ დიახ ეს ინფორმაციაც დიდი ხანია მე ეს ინფორმაცია გავიგე მაგრამ არ მახსოვს წყაროს საიდან გავიგე აკეთებენ წამლებს ბავშვებისგან ჩვილი ბავშვების ნაბორტალი ბავშვებისგან ასე შემდეგ ხო ყველაფერს თავიდანებოთ სისხლისგან დამზადებულ პრეპარატი რომა რა ქვია არ მახსოვს მე სისხლისგან
ძეხვებს ამზადებს, სისხლიანი ძეხვები უყვარს ზოგიერთს მე, სისხლიან კერძებს ვერ ვჭამდი, თაქვნის კერძებს მაგალითად. არის კიდე აი როგორ ჭამთო ჩვენ იტყვიან, ხო? სისხლის გადასხმა. თუ რა გონიათ? სისხლის გადასხმა არ არის კანიბალიზმი? არის კანიბალიზმი. სისხლის გადასხმა. დონორობა არის კანიბალიზმი. ახლა თავს წამოყოფენ, რას ქვია, ადამიანი თუ ხდება და დონორის სხვას ორგანოების სხვას დაუტოვა, ეს ხომ ხოლმე სიკეთეა. ეს არის ცრუ აგიტაცია, ეს სიკეთე არ არის. შენ ორგანოს როდესაც მიცემ სხვას, ეს სიკეთე არ არის. შენ თავსაც იღუპავ, შენ სულს ღუპავ. ეს ჩვენ ავატარებში ხართ ხო ყველანი, მაგრამ ჩვენი სულს ღუპავთ როგორ? მაგალითად, მე ვეცი ერთი თირკმელი ვინმეს, ხო? და მე გარდავიცვალე. და ის, ვისაც ჩემი თირკმელი აქვს, დარჩა ცოცხალ. ჩემი სული ვერ წავა ვერსად. სანამ სულს ეგულება მისი ავატარის ორგანო, რამე ნაწილი დედამიწაზე ცოცხალი, ის ვერსად ვერ წავა. ის სამუდამოდ მიჯაჭვული იქნება იმ ცოცხალს, ვისაც მისი ორგანო აქვს ჩადებული. და მისი სულიც და ჩემი სულიც ნელ-ნელა დაკარგავს ენერგიას და მოუწევთ ჯოჯოხეთურ სამყაროში ჩასვლა. გახდებიან მონსტრები. ეს ერთი. მეორე. ადამიანი, რომელიც ისხამს სისხლს, ან ინერგავს თუნდაც ცხოველის ორგანოს, მაგალითად ღორის გულებია ახლა გადანერგვაში მოდაში, ხო, პრინტერზე გულს ბეჭდავენ ღორის და იმას მერე ნერგავენ. დიახ, ადამიანი დონორის ძებნა არასაჭირო. აგრეთვე ღვიძლი გადანერგვის დროს საკურვია დონორის მოკვლა არასაჭირო, იმიტომ რომ ღვიძლს ჰქონია უნარი აღდგეს. და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ მშობლებს მიუციათ ღვიძლის ნაწილის შვილებისთვის ან შვილებს მშობლებისთვის, ან ვინმესთვის, ვინც ემთხვევა. სხვათა შორის როდესაც ჩვენ აი ხომობად რო ადამიანი ხდება ავად, ხო, მაგალითად ავიღოთ იგივე დიალიზი. მართალია, არის საშუალება, ხო, გაიხანძლივოს სიცოცხლე, მაგრამ ეს არის ზოგიერთის ტანჯვა. მამა ჩემს 18 წელს გახდა ავად, თირკმელმა უმტყუნა, ერთი თირკმელი მუშაობდა ასე თუ ისე, მაგრამ ერთმა უმტყუნა. ერთი თირკმელი ნახევრად მუშაობდა. ხო. და მამაჩემი დააჯინეს დიალიზზე. არ უნდა მამაჩემს, უნდა მშვიდად მოკვდარიყო. მაგრამ ხომ იცით ადამიანი როგორია, ბოლო წუთამდე ებღაუჭება სიცოცხლეს. ახლა ზოგი იტყვის კარგია, მე ადამიანს სიცოცხლე გაუხანძლივდაო. კი, მაგრამ რამდენი წვალება, რამდენი ნერვიულობა. დაუშვა მამაჩემს ეს დიალიზი. სამტრედიაში დადიოდა კაცი. მე ძლის ზუგდიდში ძლის გადმოიყვანეს. მე ჯერ იქ ირაობდა ოთახს, მე ზუგდიდში ირაობდა ოთახს. ეხო მწვალება იყო.
უკვე ბოლო დროს ვერ დადიოდა თავისი ფეხებით და ბოლოს სისხლი გადაუსხეს. კაკრას აღდგომა იყო 19-ში. 2 დღით ადრე სისხლი გადაუსხეს. კაცი მაინც მოკვდა. იწვალა 4 თვე. არ ვიცი ეს მე მაგალითად დავიბარე. მე არ მინდა. ნუ გამიჭირვა ისე რომ მაგრამ ხო შეიძლება რა იცი სიბერეში სიკვდილის წინ რა მოხდება ხო? მე ვთხოვ გამჩენს რომ მასე არ გამოწვალოს. მაგრამ ადამიანს აქვს თავისი ვადა, როდის უნდა წავიდეს. იმიტომ რომ სანამ ჩვენი სულები განსახიერდებიან, მანამდე გეგმავთ ჩვენ, ან ჩვენ იქ გეგმავენ, თუ შენ ამ დროს უნდა დაიბადო, ამ დროს უნდა მოკვდე, იმიტომ რომ როდესაც შენ გამოხვალ განსახიერებიდან, შენ აი ეს დავალებები გაქვს შესასრულებელი. მაგის შემდგომ და შენ იმ დროს რო გამოხვალ მაგალითად ხვალ ანზეკ ზოგჯერ მალევე უშვებენ სხვაგან დავალების შესასრულებლად, სხვაგან განსახიერებლად. ახლა თქვენ ნუ გაგიცინებათ. ეს მასია ჩვენინებით მოვდივართ უმრავლესი სულები აქ გასასახიერებლად. ჩვენი ახლა მით უმეტეს. ადრე კი სასჯელით მიზნით წრეში. სასჯელი მიზნით კი არა რომ ჩვენგან ენერგია გაეკაჩათ, გავახი გაეკაჩათ. იჭერდნენ ამ აღალ ვიბრაციულ ენერგეტიკულ მომავლიდან უცხოპლანეტელებს და მათაც აშრომებდნენ ქვია, ენერგიას, მათ ენერგიას იყენებდნენ. და ახლა მე თემას ძალიან გადავუხვიე, მაგრამ მინდა გითხრათ. ყველა ადამიანს თავისი დრო მოუდის სიკვდილის. შენ ამ დროს უნდა მოემზადო და ამ დროს უნდა შიშის გარეშე გახვიდე განსახიერებიდან. არ უნდა ებღაუჭებოდე. არ უნდა ებღაუჭებოდე, იმიტომ რომ შენ თუ ხო იცი რომ შენ სული ხარ. ეს არის შენი სკაფანდრი. მაგალითად კოსმონავტები ხო მუდმივად არ ატარებენ თავიანთ სკაფანდრებს, ხო? იხდიან, როდესაც სახლში აღმოჩნდებიან, გაიხდიან, წავლიან სახლში, ან კოსმოსიდან მაშინ შევლიან თავის აპარატში. იქა იხდიან, იქ ხო სკაფანდრით არ დადიან. არა. ამას იმიტომ კი მე სასტიკ ადამიანად უჩამთვლით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიკვდილს არ უნდა შეუშინდეთ. მაგალითად დედა გარდამეცვალა, მე ქონია ანევრიზმა 2 ადგილას. შიგნის თავარი არტერიის ანევრიზმა ხო დაწვრილებული ყოფილა და 2 ადგილას გასკდა. და მე მიხარია რომ მას ოპერაცია არ გაუკეთდა. განა დედა არ მიყვარდა, მაგრამ არ დაიტანჯა ქალმა. მაგრამ მამა დაიტანჯა. მამა ისეთი რაღაცები გადაიტანა, ამაყი კაცი იყო ცხოვრებაში. ისეთი გადატანა მოუწია რაღაცეების. იგივე ავიღოთ ახალგაზრდა ექთნები. მამა ჩემ წინაშე საცვლით არ წარსგენი არასოდეს. მეც მამის წინაშე საღამურითაც კი არ გამოვიდოდი. მასეთი ხასიათის კაცი იყო. საცვლით და შორტიკები არ ჩაუცვამს კაცს თავის ცხოვრებაში, შორტიკები. და ასეთი ამაყი კაცი გახდა. მოხდა ასე დღეში. კი, მესმის იტყვით ეს მედიცინა კი. მაგრამ კაცი ხომ იგრძნობდა თავს შეურაცხყოფილად, ახლა მისი ხასიათიდან გამომდინარე. მაგალითად
არაბულ ქვეყნებში მამაკაცი არასდროს უმკურნალებს ქალს და ქალი ექიმი არასდროს უმკურნალებს მამაკაცს. ინდოეთშიც მასია. ქალურ პრობლემის დროს მიდიან ქალთან. კაცურ პრობლემის დროს მიდიან კაც ექიმებთან. და მე მგონი ეს სამართლიანია, რომ ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ეს არის ხო მეც პროფესიით ერთანი ვარ, პრაქტიკებზე მეც გავდიოდი პრაქტიკებს. მაგრამ ცოტა პაციენტებს ხომ უნდა იფიქრო. რაში ურაცხობილი იქნება პაციენტი. მე მაგალითად მიზებში ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ მე მირჩევნია მოვხდი, ვიდრე მე კაცმა გამხედოს, ან კაცმა გამიკეთოს ოპერაცია. ან გამაშიშლოს კერდი და კაცმა გამსინჯოს. თქვენი თქმით თუ გაგიჭირდა არიზა? ნუ გამიჭირდება. გამჩენა ნუ გამიჭიროს ისე რომ მე ხო, მაგრამ ხო, ცხოვრება ასეთია. და ალექსანდრ უსანინი ამბობს, რომ როდესაც დღეს ადამიანები ლაპარაკობენო რელიგიაზე, ხელად მოიშვერიებენო ბიბლიას და ჩემთვის ეს არისო ამოხსნილი ამოცანა. რატომ? ხო, და იშვერიებენო ბიბლიას, როდესაც საუბრობენო აპოკალიფსისზე. როდესაც იესო იყო და თავის მოწაფეებსთან ჰქონდაო ხალხთან შეხვედრა, ის ამბობდაო და იესოს აქვს ნათქვამი თავის მოწაფეებზე, რომ ეს აპოკალიფსისი მოხდება თქვენ სიცოცხლეშიო. და სინამდვილეშიო ის სამყაროს დასასრული, რომელსაც წინასამეტყველებდნენო, მაგით რომ დიდი ხანიაო გავიდაო. აპოკალიფსისი გავიწავიდა უყვებშო, ჩაბარდაო წასულს. და იესოს მოწაფეების დროს ეს დღეები, რთული დღეები, მაგადროს იყო. და მაგათმა ის დრო უკვე გაიარესო. ახლა ჩვენ ცხოვრობთო, დიდი დროაო გასული მოწაფე იმ ესე ქრისტეს მოსვლის შემდეგ, ხო? მაგრამ ხალხს ისევ აშინებენო არმაგედონით და აპოკალიფსისით. ხო, აგერ ახლა მე ხომ გითხარით, მე მოусმინე ვლადიმირ რა ქვია იმ კაცს, მე ციტოთით, ხო, შემშუკის ვიდეოს, სადაც ის ყვება, რომ დედამიწის სისტემა მიდის სპირალისებულ მოძრაობაში, მიდის დიდი სისწრაფით, სად მიდის თვითონ არ იცისო, მოსციდაო ცენტრალურ გალაქტიკას და თავისი გზით მიდისო. ახლა მე კი მსვენია ვალერია კალცოვისგან, რომ როდესაც ვითარდება ყოველი მამატვრის შემდეგ, ძველი მამატავრა გურალია. შემდეგ პირველი მამატავრა უკვე დაძველებულია და მგვრალია. თეთრი, ასეთი მგვრალი სფეროსავითაა. მაგრამ როდესაც მას განშტოებები აქვს, შემდეგ მამატავრაში ხო ახალი სახელური ჩდება, ისინი მიდიან აკეთებენ სპირალისებურ მოძრაობას და მიდიან სადღაც, ცალკე. ფართოვდება, გალაქტიკა ხო ფართოვდება და შემდეგ, როდესაც დაძულდება ის ახალი გალაქტიკა, იგი უკვე მიიღეს სფეროსებურ ფორმას. და ამ ძველ სფეროსებურ გალაქტიკას მიეწებება. ნუ შეუერთდება უფრო სწორად. და ეს აქვს ნათქვამი, კიდევ გვარი არ მახსოვს ერთ რუს კვლევარს. დედამიწის სისტემა ჩვენიო სპირალისებურად მიქრისო, დიდი სისწრაფითო. ხო, მაგრამ არც ვალერია კალცოვას და არც ამ რუს მეცნიერს არ უთქვამს, რომ ეს ცუდიაო დედამიწისთვის.
საიდან მოიტანა ვლადიმერ შემშუკმა? ხო, ახლა ამ შეშუკმა ეს ინფორმაცია წარადგინა ნეგატიური მხრით. ხო და ჯერ მე გავიფიქრე, კაცო, ეს რატო არ უთხეს ადამიანებს მეთქი, რატო რევნებიან და მე გამახსენდა, რომ ეს ინფორმაცია არაა დაფარული. ეს ჩუმად ისა შესახე ინფორმაცია არა, იმიტომ რომ ეს ღიად ლაპარაკობენ ამაზე. იგივე თქვა ვალერია კაცოვამ, მაგრამ ჩვენ ხანდახან ვუსმენთ, მაგრამ ვერ ვისმენთ. სამდროში რა ხდება, ხო? მხოლოდ გვესმის. ბევრი ისეთი ინფორმაცია ყოფილა, რომ 1000 ჯერ მომისმენია, მაგრამ მნიშვნელობა არ მიმინიჭია. ხო და პასუხი ჩემ ცხვირწინ ყოფილა. მაგრამ თქვენ საქმე იმაშია, სანამ თქვენ არ ხართ მზად, თქვენ არ ჩაგახედებენ მაგ ინფორმაციაში, რომელიც გესმით, თქვენ იმას უსმენთ, მაგრამ თქვენ აზრათაც არ მოგცლია თავში, რომ ეს ინფორმაცია სწორად გაგეგოთ. ხომ ყოფილა ასეთი შემთხვევა? ხო და მე მგონია, მე მინდა ახლა ის ვიდეო, სადაც ვლადიმერ შემშუკმა ეს თქვა, გადავთარგმნო, მაგრამ მე მეშინია, რომ პანიკაში არ ჩავარდეს ვინმე. მაგრამ იქ მაგას ვიდეოში ისეთი საინტერესო ამბებიც აქვს, რომ ერთი სული მაქვს ის ინფორმაცია თქვენ მოგაცვდინოთ, მაგრამ შიშობ, რომ ეს როდესაც ამბობს ვლადიმერ შემშუკი, დედამიწა მიდისო, ტარტარარემ და სად მიდისო არ იცისო და რაღაცებს კიდე ყვება. ხო, შეიძლება ეს გულში ჩაგივარდეთ და პანიკაში ჩავარდეთ, შიშები გაგიჩნდეთ. მაგრამ ამაზე ეს დიდი ხანია მე ვიცი, რომ დედამიწა სპირალისებურად ისწრაფის, დიდი სისწრაფით. ვალერია კაცოვას ვიდეოს მოვუსმინე, სადაც ის ყვება, როგორ ვითარდებოდა გალაქტიკა. როგორ ვითარდება გალაქტიკა. ეს ბუნებრივია. რომ ახალი სისტემები მოძრაობენ დედის, ეს იგივეა, დედას რომ შვილები გაიფანტება, როდესაც გაიზრდებიან, გახდებიან სრულყოფილი, სრულწლოვანი უფრო სწორად. და თავის გზას მიყვებიან. ეს ხომ ბუნებრივია. ხო. მართალია. რაცაკურველი ახლა მეც არავა ბოლომდე ამაში გარკვეული თუ რა ხდება, მაგრამ ეს ინფორმაცია, ხო, მე თქვენ მოვძებნი მაგ ვიდეოს, ვალერია კაცოვა რომ ყვება. ხო. ჯერ იმ ვიდეოს გადავთარგმნი, შემდეგ შემშუკის ვიდეოს გადავთარგმნი, რომ თქვენ არ შეგეშინდეთ. მე ამას თქვენ გპირდებით, მე მაგ ვიდეოს მოვძებნი. სადაც მამატარებზეა საუბარი გალაქტიკის განვითარებაზე. ადვილია უვიცი ადამიანების, უწიგნური ადამიანების მოტყუება, ვინც ინფორმაციას არ ფლობს. არა, მაპატიეთ, უწიგნური მე რა მაქვს? დღეს უწიგნური არავინ არაა და უცხოდინარი. სკოლას ამთავრებს ყველა. მაგრამ მე თქვენ იცით, რომ ბევრი ამთავრებს სკოლას, ხო, მე არ აგრძელებენ სწავლას, არც მხატვრო ლიტერატურის წიგნს იგებენ ხელში და არ კითხულობენ მხატვრო ლიტერატურას. სკოლის დამთავრებით თავდება მაგათ წიგნთან ურთიერთობა. არიან ასეთებიც. კი. შემდეგ არც გაზეთებს და არც წიგნს ხელში არ იღებენ, მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან გადასული და ოჯახებაზე და ფულის შოვნაზე. ასეთ ადამიანის გულისხმობ მე, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, რომლებიც არ აინტერესებთ არანაირი ინფორმაცია. ხო, ასეთ ადამიანებს უწოდებენ უვიცი და უწიგნურ ადამიანებს. თორე დღეს ჩვენთან საქართველოში თუ არა ისკერა
ციგნები უშვებენ სკოლაში თავიანთ ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაცია მიიღონ, აი, ციგნები ავიღოთ და ბოშები, ქართულად. ადრე აოჯახებენ, მაგრამ რაღაც წერა-კითხვა სასწავლიანი. და არიან კიდევ კურდები. ის კურდები კი არა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, დაბადებულია და იეზუიტები, არა, არიან კიდე კურდები მუსულმანები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მოდიან და აქ თავს ერჩენენ მათხოვრობით. მაგალითად, წერა-კითხვა მიუღებელია. ისინი სკოლებში არ უშვებენ შვილებს, ნაკლებად. თანამედროვეები კი, ახალგაზრდები კი, ახალგაზრდებს არ უნდათ, რომ შვილები დარჩენ უწიგნურები, უსწავლელები. უშვებენ, ასწავლიან ბიჭებს, გოგოებს ნაკლებად. გოგოებს კი ასწავლიან წერა-კითხვას. ხო. და ასეთ ადამიანს ვერ შეესპორები. ასეთ ადამიანთან მათთვის ისა სახელის მოხვეჭა, როდესაც მის ნათესავთან მივლიან დატვირთულები. კარგი საჩუქრებით, ხო? ან სულთა თუ არის ქალი ოჯახში, ამით იხოჭენ სახელს თორე. ცოდნით მოგცევით კი, თავისეთან კი მოგცევას, აღზას ნაკლებად ხდება ასეთ ხალხთან ბავშვებს ამუშავებენ ხო გეუბნებით ჩვენთან აქ გუმრად ყავდა ჩემ ხაზე იკას და ბავშვი მეყითებოდა მათი გოგო შენ არ მუშაობ ესე იგი შენ მათხრობით არ ეჩენო თავს ამას ნიშნავდა ხო მუშაობად თლიან სამათხოვრო ნუ ეხა ეს მათი სამუშაოა მე მაგათ არ ვსჭი მაგრამ მათ გონიათ რომ ჩვენ ვართ ზარმაცები რადგან მათხრობით არ ვიჩენ თავს ხო მათი სამუშაო არის მათხრობა წასა და მართლაც ბავშვები და ბავშვებით აკეთებენ ფულს თორე დიდებს ვინ მიცემთ ხო შერგოთ ვიცით რა ფულს აკეთებენ და არაფასებენ ფულს შეუძლია დღეს იყიდონ ხვალ გადააგდო იმიტომ რომ ყოველდღე შემოვიდით ფული მაგრამ სულ ცდილობენ სხვა გამოიყენონ ჩემი გამოყენება უნდათ მე შევჩვევდი მათ ეს მე ეს მომეცი ამიდუღე ის გააკეთე მაჭამე ხო მე მაგენი დისტანციაზე დავიკავე იმიტომ რომ იგენი დღეს ყოველდღურად ფულს აკეთებენ და მე პენსიონერი რომელიც შემოსავალზე ვარ დამოკიდებული მთავრობის შემოსავალია ეს შემოსავალი მე რაც მაქვს ახლა როგორც პენსიონერი ავიწყობი ადამიანის ეს არის შრომელი ხალხის გადახდილი კომუნალურები გადახდილი ну რაც გადასახადიას ხო იხდიან ისინი ვინც მუშაობენ ხო ფაქტიურად ისინი ვინც მუშაობენ არჩენენ მათ ვინც არ მუშაობს ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე ხო თუნდაც იგივე სოციალური ეს ყველაფერი არის შემოსავლის ხარჯზე იმ საწალი შრომელი მუშა ხალხის ხარჯზე რომლებსაც მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დევნილების ფულით კი როდესაც ახალი დევნილი ვიყავი და ფოჩი ვიყავი დედაჩემთან ცოტა ხანი იქ მეზობელმა უთხრა დედაჩემს ჩვენ ხარჯზე არიანო ეს დევნილები ჩვენ თავრობა ფულს უხდისო ის ფულიო ვის შეაქვთო ჩვენაერებში აქვენო ჩვენ ვიხდითო გადასახადებს და იმ გადასახადებიდან არჩენენო დევნილებს ადრეო დევნილთა ფულს მართალია ეს ხარ და მე ვამბობ სულ მადლობელი ვარ სულ ამისთვის რომ ნახდათ მასია ეს კურდები ვინც აქ ან როგორ არ უფრთხილდებიან არაფერს ფეხზე კიდიათ ყველაფერი ოღონ თვითონ თავისი გაიტანო შემიგო იმ კაცმა ხელში კაცო სული ამომიღო მე დავენდურე ხმას არ ვცემდი მე ეგენი ხო დიდი ოჯახები არიან ყოველდღე ბაწარი დაკაებული ჩამოსაკიდი არ მაქვს ის უშილკა ვიყიდე მაგრამ ის უშილკა არ არის იმისთვისა კარგი მანქანები და რომ გამოიტან ახლომშრალ ტანსაცმელს და
ოთახში ან ბალკონზე გააფინო, თორე ჩემ დიმეტანსაცმელებს, ზამთრისაცმელებს სულშელგა გაუძლებს. არა და ხელს ვეწერ, ბაწარიც არ უძლებს. რომ ვიყიდო კარგი ბაწარი, ეგენი რომ მოვლიან, ადგილი არა ბაწაზე დასაკიდი. ამას არ ვამბობ. და ეს კაცი ალექსანდრე ამბობს, რომ მე ნაკლებად ხდებაო ქრისტიანები, რომლებიც ბიბლია კი არ აქვენო წაკითხული, არამედ ის 10 მცნებაც არ იციანო. 10 მცნებაც არ იციანო. პატივეცი შემშობრებს, არი ქურდო, არი მრუშო, სხვისი არ მოისურვო, არი ცრუ მოწმე არ გახდე, არი ცრუო, აი, ექვსი თქვი, არ მოკლა, არ მოიპარო და კიდევ ერთი კიდევ აი მაპატიეთ ერთი არ გამახსენდა. ხო, არა და მე ბიბლიას 7-ჯერ მაქვს წაკითხული. დიახ, 7-ჯერ მაქვს წაკითხული რუსულად. რუსული თანამედროვე ბიბლია ის არა, ძველ რუსული რო წერია და წამოიდგინეთ, რამდენჯერ დაიბეჭდა ბიბლია. იმდენჯერ თავის ჭკუაზე ცვლიდნენ. და თანამედროვე ბიბლიებიც შეცვლილია. იქ სწორი თარგმანი არსად არა, ყველა შეცვლილია. ხო და იესო ხომ ამბობდაო თუ ერთიც დაარღვიეთო ერთი, არ გეთლებათო ერთი 10 წესისაგან თუ დაარღვიეთო. ზოგს გონიაო რომ ვედები დაწერაო ინდუსებმა. არა და ვედები სლავიანებად დაწერაო და რა ინდუსებმა. ვედები ინდოეთში შეიტანა რამამ, როდესაც დაიპყრო მიწები. ხო, სანსკრიტიც რამამ დატოვა. სანსკრიტი ადრეც ყოფილა, რამამ სანსკრიტი განაახლა და დატოვა. და ინდუსები არიან სლავიანების ძმები, რუსების ძმები. ამიტომ რუსეთი სულ დაინტერესებულია ინდოეთით. მეც მისიდავს ინდოეთი, არც ერთი ქვეყანა არ მისიდავს ისე და ტრადიცია და კულტურა როგორც ინდოეთი. ასეულეთ ჩემი ქვეყნის შემდეგ. ოდესღაც იყო ოქროს ხანა, როდესაც მხოლოდ ერთი რელიგია იყო, ვედები. ვედები ეს რელიგიაცაა და თეორიის სწავლებაცაა. ცხოვრების წესი, კანონები ცხოვრების. ადრე მთელი პლანეტა ლაპარაკობდა ერთ ენაზე. ხო, ბიბლიაშიც ხომ ნახსენები რომ ყველა ლაპარაკობდა ერთ ენაზე. შემდეგ აერია ენები, მაგრამ ეს არ მოხდა რა უცებ, როგორც ბიბლიაში ნაჩვენები. ეს მოხდა თანდათან. და ამ ენას, იმ ერთ ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ დედამიწაზე, ეწოდებოდა პრაკრიტა. პრაკრიტა. კიდევ ვიტყვი, პრაკრიტა. ხო, ეს ის ენა იყო, რომელზეც ყველანი ვლაპარაკობდით. ამ პრაკრიტიდან წარმოიშვა სანსკრიტი და ძველ სლავიანური ენა. მე სულ მიკვირდა სტარავერები ვინ არიან მეთქი. სტარავერები ყოფილან ესენი, ძველ სლავიანები. და როდესაც იგი მათო სხვა რელიგია აქვენო. რა რელიგია მე უთხარი, რა ვითო რაღაც თავისი ძველი რელიგიაო და დედაჩემმა ვერ ამიხსნა რა რელიგია ქონდათ სლავიანებს. იმას სტარავერებს. ეს იგი ძველი წმენის სტარებლები. სტარავერი ყოფილა ძველი წმენის სტარებელი. მე იმ დროს ჩემ ბავშვობაში ვერავინ ვერ ხსნიდა თუ ვინ იყო სტარავერი და რა წმენას ატარებდა. მოსახლეობა, რომლებიც ბინადრობენ ჩრდილო ინდოეთში და სლავიანები ერთ და იგივე ერია. აი, მაგალითს გეტყვით ახლა, პაკისტანში არის მთიანი ადგილი, სადაც ცხოვრობენ
თეთკანიანი ლურჯ თვალება და მწვანე თვალება ერი. აი, მე მგონია ისინი არიან იხსლენების ნაშთი. რატომ? იმათ სხვა ქვიათ, მაგრამ ისინი ვერ გაამუსულმანეს. პაკისტანი კი ისეთ მუსულმანური ქვეყანა იყო. ადრე ძველ დროს პაკისტანი და ინდოეთი ცალკე ქვეყნები იყო. მერე ეს ქვეყნები შეაერთეს, ვინ შეაერთა არ ვიცი სიმართლე გითხრათ და შემდეგ მახათმა გადაიცროს მოხდა ამა დაყოფა ისევ და ამ რელიგიურ ნიადაგზე ამოხოცეს ბევრი ხალხი ორივე მხრიდან. თან გამოყოფენ ცალკე ენების ცალკე ჯგუფს ინდო-ევროპული ენები, ინდური და ევროპული ერთად შევერთო, იქნება ინდო-ევროპული ენები. ჩვენ ფაქტურათო ვართო ადამიანები ერთი კულტურის, ერთი აზროვნების. ჩვენ დღესასწაულებიც კი საერთო გვაქვსო. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ზეიმობთო ახალ წელს ძველი სტილით, ესე იგი 14 იანვარსო, ინდუსები აღნიშნავენო სურია სანკრატის. სურია ინდუსური ენიდან თუ თარგმნი ნიშნავს მზეს. სანკრატი დღე, როდესაც მზე შედის თხის თანავარსკვლავედში, ეს არის ასტროლოგიური ახალი წელი. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვაცილებთ ზამთარს და ვწვავთ ჩუჩელას, რუსები ამ დღეს აღნიშნავენ მასლენიცას, ათხოვენ ბლინებს, ხო, ინდუსები წვავენ დემონიცა, ესე იგი, ქალი დემონის ხოლიკის, ესე იგი, წვავენ ხოლიკას, ქალი დემონის ხოლიკას საფრთხობელას. ინდუსები. ჩვენ გუნდაობთ თოვლის გუნდებით. ისინი ისვრიან საღებავებს. ეს ხდება ორივე ქვეყანაში ერთდაიგივე დროს. მაგრამ ჩვენი წარმოდგენა არის საერთო, რადგან ჩვენ ადრე გვქონდა ძირითადი ერთი ვედური კულტურა. ხო, აქედან გამომდინარე წარმოიშვა ქრისტიანობა, რადგან იესო ასწავლიდა იმას, რასაც ასწავლიდნენ ვედები. რომ ღმერთი, აქ იგულისხმება შექმნელი ღმერთი, არის ერთი. ეკლესიური მღვდლები ლაპარაკობენ, რომ ანგელოზები, არხანგელოზები არიან დემონები. ან ეშვაკები. ხო, და ანგელოზები სინამდვილეში არიან უცხოპლანეტელები, ოღონდ ენერგეტიკულ სხეულში. უფრო სწორად, მე არასწორად გავუგე ამკაც. მღვდლები ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები, ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტელები არიან დემონები, ეშვაკები, ხო? მაგრამ ანგელოზებიც ხომ უცხოპლანეტელები არიანო? ესე იგი, ისინიც დემონები არიანო? ანგელოზები, ახლა შემეკითხება, დაუშვათ ეკლესიის მორწმუნე, ანგელოზები რა შაშიაო? როგორ შაშია? ანგელოზები, უცხოპლანეტელები თუ არიან ფიზიკურ სხეულში, ანგელოზები ენერგეტიკულ, არა აუცილებელი იყო ფიზიკურ სხეულში, რომ იყო უცხოპლანეტელი. ენერგეტიკულ სხეულში ბევრი არსებობს. არსებობენ სამყაროები ენერგეტიკულ სხეულში. ხო, ანგელოზები არიან ენერგეტიკული უცხოპლანეტელები. ვინ არიან არხონტები, არხენტობიც თავის ენერგეტიკულ სხეულში არიან, სულიერ სხეულში. იგივე ავიღოთ სულები. ვინ ვართ ჩვენ სულები? ჩვენც ხომ უცხოპლანეტელები ვართ. ჩვენ სულები ვართ, არა, ეს ამ კაც არ უთქვას, მე გეუბნებით. ჩვენ სულები ვართ უცხოპლანეტელები. ხო, ჩვენ დავიბადეთ
მიწიერი ქალის მეშვეობით სკაფანდრით. ის ქალიც უცხო პლანეტელია, რადგან ისიც ვიღაცამ შვა. ის არის მისი სკაფანდრი, მაგრამ ჩვენ მეხსიერებას გვიბლოკავენ, თორე ადამიანები, ვინც ცხოვრობს აქ ადამიანის სხეულში, ცხოველების სხეულში, ფრინველების სხეულში, ახლა უფრო მოიმატა ადამიანების სულები სახდებიან უკვე სხვა ორგანიზმებში, როგორც ცხოველები, როგორც ფრინველები და დღესდღეობით ფრინველის მოკლა კარმას უდრის. კარმის აკიდებას უდრის. დღეს ძაღლსაც ვერ მოკლა წყულა და კატას, იმიტომ რომ ნახეთ ინტერნეტში რა ხდება. ძაღლები მღერიან, კატები მღერიან. ერთი კატა საპასუხოდ ეუბნებოდა მუსულმანებს, მუსულმანი რუბნება სალამ ალეიკუმ, კატა პასუხობდა ალეიკუმ სალამს. თუ, ხო. წარმოიდგინეთ მოლაპარაკე კატები, თუ რა გონიათ? იქ მათში ადამიანური სულია ჩასახლებული, იმიტომ ლაპარაკობენ, თორე თავიდან ძველად ატლანტების დროს არაძლებდნენ უფლებას ცხოველების სულებს ჩასახლებულიყო ადამიანის სხეულებში. ეს ცალკე თემაა. ეს მოგვიანებით უკვე აირია ყველაფერი და ვინც ცხოველური, ეგრეთ წოდებული ცხოველური ცხოვრები ცხოვრობს, ბევრ ასეთ ადამიანურ სხეულებში ჩასახლებული არიან ცხოველების სულები. როგორ არა ხდება? ხდება. პირიქითო ვედები ხსნიან, რომ არიან მაღალი სამყაროებიო, არიან დაბალი სამყაროებიო. მე დღეს დავდები ვიდეო ვედური წყობაზე, დედამიწის ვედურ წყობაზე. გაიხსენეთ, თუ მოსმენილი გაქვთ. ვედები აღწერენ, რომ ყველა პლანეტარული სისტემა არის დასახლებული. აგრეთვე ვედები აღწერენ, რომ მხოლოდ 3 განზომილება არ არისო, როგორც ჩვენ ეს ჩაგვაგონესო, არამედ არის 64 განზომილება. ეს აგი ამბობს და ერთი ვიდეოდან ერთმა კაცმა კონტაქტორმა თქვა, რომ არსებობს 200 რაღაცა განზომილებები, დონეები. ეს აკი არა, ეს ცენტრში, სადაც განლაგებულია მთავარი შექმნელი. იგი ხო ვიღაცამ შექმნაო, ვინც შექმნაო ეს შემქმნელი. თურმე ვიღაცა შეუქმნია, არ ვიცი ეს ამდენა, ამას ვერც დავამტკიცებ, ვერც უარყოფ, მაგრამ იმ კაცის თქმით, არსებობს 200 რაცხა დონე და კიდევ მაღლა, მაგრამ 221 თქო მგონი, ხო. და ჩვენ ამას აქ ყოფნით, მატერიალურ სხეულში ყოფნით, ჩვენ ამას ვერც დავამტკიცებთ, ჩვენ ამას ვერც უარყოფთ, სანამ არ გავხდებით ისევ სულიერი არცებები. და ყოველი განზომილებაც იყოფა. ან ნახევარ განზომილებებზე, ან მეოთხედ განზომილებებზე. ხო. ხო და ახლა ალექსანდრი უსანინი ამბობს, რომ მინდაო ცოტა მოგიყვეთო იმაზე, თუ ვინ ცხოვრობსო დაბალ სამყაროებში. ხო, ვედები ამბობენ, რომ ჩვენ ქვევითო, მიწის ქვევითო არისო სამყარო ბიოსვარგა. აბა გაიხსენეთ, მოусმინეთ მე რომ დავდე ვიდეო. იქ ყველაფერი აღწერილია. ხო, და ამ დემონურ პლანეტებზე მზის ხივი არ ცვდება. თქვენ თუ მოგზაურებთო ინდოეთში, თქვენ გაიგონებთო გაიატრის მანტრაზე. ხო და ეს ალექსანდრე ამ ალექსანდრემ ეს მანტრა წაიმღერა. და ახლა გადაიყვანა, რომ ამ მანტრაში საუბარიაო იმაზე, რომ მე შემოთაყვანს მზის ღმერთს, სავიტურას, სინათლის წყაროს, რომელიც თავის სხივებით ანათებს სამსამყაროს. ბური, ბურახა და სვარგა. ბურლოკა, ეს არის მიწიერი პლანეტარული სისტემები, ბუვახი, ეს არის წვრილი სამყარო, სადაც ცხოვრობენ წვრილი სივრცის არსებები, რომლებიც ჩვენ
ჩვენ ვერ აღვითქვამთ ფიზიკურ სხეულებად და სვარ 64 კუთხე 64-ის კუთხე ხო ვედებში წერიაო რომ მიწიერი სივრცე ვრცელდებაო იმ დონემდე სანამდე შეუძლიათო გაფრენა ჩიტებსო ფრინველებსო ხო ესე იგი ფრინველებს შეუძლიათ გაფრენა მხოლოდ მიწიერი სამყაროს საზღვრამდე მაღლა კი არისო 64 პლანეტები სადაც ხვდებიანო წმინდანები ბიბლია ამბობს ამ პლანეტარულ ადგილებზე უბრალოდ როგორც არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხეო და ეს 64 პლანეტებიც კიდევ არისო დამატებით მე გახსოვთ იქ თქვენ სამი პლანეტა იქ სხვა დასახელება იყო ხო შუა სხვა ერქვა ზედა სხვა ერქვა და ამ სამი ზევით მზის ხმები არ წდება მაგრამ იქ მზის სინათლე არა საჭირო იქაური მაცხოვრებლები ანათებენ თვითონ და თავის საკუთარი სინათლით აცხრებენ ყველაფერს იქაური მაცხოვრებლები არიან თვით ნათები ესე იგი თვითონ ანათებენ ისინი კი ვინც იმყოფებიანო დედამიწის დონის ქვევით ისინი ჩაფლული არიან სიბნელეში ხო და სულის კლერები რომლებიც ტყუილად პრანტავენ თავის ადამიანურ სიცოცხლეს მათთვის მზად არის ურწმუნოების პლანეტები რომლებიც ჩაფლული არიან უვიცობის და უცოდინარობის სიბნელეში ასეთ პლანეტებს უძახიან ბიოსვარგა და ამ მიწისქვეშა სამყაროებში ბინადრობენ 4 გონიერი არსებები პირველი ნევა და კავაჩი ხო არსებების დასახელება ნევა და კავაჩი ეს ტერმინი არის სანსკრიტული სანსკრიტულზე ვატა ნიშნავს ჰაერს ნი უარყოფა კავაჩა დაცვა ესე იგი ნივატა კავაჩა რომ ეს არსებები დედამიწას სტუმრობენ სკაფანდრებში თუ ვატა ხაერია ნი არ კავაჩა დაცვა პირდაპირ გაგებით შეიძლება გადათარგმნო ხაერისგან ესე იგი არ დაცვა ხაერის არ დაცვა ხო დაცვა არ ხაერი ესე იგი ხაერის არ დაცვა კავაჩი დაცვა არ დაცვა ხაერი კარგით ნივატა კავაჩა ხო და ნივატა კავაჩა ნიშნავს თურმე ისეთ სამოს რომელიც არ უშვებს ხაერს ანუ სკაფანდრს ნივატა კავაჩა ნიშნავს თურმე სკაფანდრს მათ უზარმაზარი თვალები აქვთ პატარა პირი აქვთ და პატარა ნიკაპი აქვთ მეორე პანი ეს არსებები არიან დაბალი სიმაღლის მახინჯები არიან ატარებენ შავ სამოს შავი პლაშით კაპეშონიანი პლაშით შემდეგ კალეი გრძელი სუსტი ხელებზე აქვენ სამსამი თითი მათ არათ განვითარებული სალაპარაკო აპარატი ისინი ურთიერთობენ ტელეპათიის მეშვეობით მათ დიდი თვალები აქვთ და ხირანია პურავასი ტირანია ნიშნავს ოქროს პურა კალაქს ვასი მობინადრეებს პურა ესე იგი დამავიწყოთ ტირანია პურავასი ესე იგი ნიშნავს ოქროს კალაქის მობინადრეებს ზუსტად ისინი ცდილობენ ჩვენი პლანეტის დაუფლებას მათთან უწევთ დედამიწელებს სულ კონფლიქტები ისინი
მათ დედამიწიდან მიაქვენ ოქრო სამყაროში ყველაზე ფასეულია, რადგან არის ჟანგება. ისინი მოფრინავენ დღესაც და ხელშეკრულებებს დებენ ჩვენ კაციჭამია ლიდერებთან, კაციჭამია ხელმძღვანელებთან. მაგალითად, პლანეტა იუპიტერი სანსკრიტზე ითარგმნება როგორც გურუ. სანსკრიტზე გურუ ნიშნავს მძიმეს და მასწავლებელსაც იმიტომ ქვია გურუ, რომ ის დამძიმებულია ცოდნებით. მეცნიერებმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში ისწავლეს პლანეტების წონის გამოანგარიშება და როგორ გავუკვირდეთ მაგას, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იუპიტერის მასა აღემატება ყველა პლანეტის ერთად აღებულ მასას ზის სისტემაში. ძველმა ინდუსებმა კი ეს იცოდნენ 1000 წლის უკან. და ამ პლანეტების ქვევით კიდევ არის რამდენიმე პლანეტები და მე მას ახლა ჩამოვთლიო და ის ჩთვლის ახლა იმ 7 პლანეტას, რომელიც მე მაქვს ჩამოთვლილი. პირველი ატალა და სანსკრიტიდან თუ თარგმნი ნიშნავს ეს სიტყვა, ეს ტერმინი ნიშნავს უბსკულის არქონას, არარსებობას, უბსკულის არარსებობას. ამ პლანეტაზე ბინადრობენ ატეისტები, ასურები, ღმერთთან მოწინააღმდეგები, მებრძოლები ღმერთის წინააღმდეგ ყოფილან ეს ასურები. მაგალითად იციან რომ ღმერთი არის, მაგრამ ისინი ეწინააღმდეგებიან მის ძალაუფლებას. ალექსანდრე ამბობს, რომ არსებობსო ასეთი ხილი როგორც ქოქოსი. როგორ გაჩნდა ეს ხილი დედამიწაზე? ქოქოსი არის გენეტიკური ინჟინერიის ნაყოფი. იყო ასეთი ბრძენი, სახელი თქვა, მაგრამ მე არ გავიმეორებ, რაღაც სასწაულის სახელია. მან გადაწყვიტა, რომ შექმნილმა ბრახმა არასრულყოფილად შექმნა ეს სამყარო, რომ ქალს უწევს 9 თვე ატაროს მუცლით ბავშვი, შემდეგ წვალებით შობიარობს და შემდეგ 14 წლის შემდეგ შრომა ეკარგება. მას უნდოდა, რომ ადამიანები უკვე სრულ ზრდა დაბადებულიყვნენ. მან დაიწყო მედიტირება და უნდოდა ასეთი ხე შეექმნა, სადაც ადამიანები გაიზრდებოდნენ. და როდესაც ნაყოფი მომწიფდებოდა და ჩამოვარდებოდა, იქიდან გამოვიდა და უკვე ზრდასრული მოწიფებული ადამიანი. ეს ამბავი მივიდა ბრახმამდე, ის მოფრინდა და მან ურხა ამ ბრძენს. კარგი, ადამიანები ხიდად შეორდნენ იქნება. მაგრამ მათ ვინასწავლის ჭკუას, მორალობას, ხეასწავლის? სინამდვილეში რაც როგორც მე შევქენი ეს სამყარო, მე ჩემ ნებაზე კი არ შემიქმნია, მე გავითვალისწინე შემქმნელის მისნები. თქვა ბრახმა. ხო, ცხოველების შვილები იბადებიან, უცებ დგებიან ფეხზე და იციან რა ქნან, მაგრამ ადამიანს ხო სხვა დანიშნულება აქვს. ხო, და იმ ბრძენის შრომის შედეგად გაჩნდა ქოქოსის პალმა. რადგან თავიდან ეს ხე იყო პროექცირებული როგორც ადამიანების შექმნასთან დაკავშირებით, ხეებზე უნდა შექმნილიყვნენ ადამიანები, უნდა მოწიფებულიყო ადამიანები. ქოქოსის წვენი, ის ქოქოსის რდე თურმე ყოფილა ადამიანის პლაზმის იდენტური. წამოიდგინეთ? და თქვენ შეგიძლიათ ვენებში შეიყვანოთ ეს ქოქოსის წვენი, თუ არ არის სისხლი. ტროპიკებში სამხედრო ოპერაციების დროს თუ სისხლი არ იყო, უსხამდნენ მეომრებს ქოქოსის წვენს. ამ ასურებს თავში უდგას ლიდერი ბალა, რომელიც არის 96 მისტიკური ძალის შემქმნელი. და ვამპირები არიან ზუსტად ეს ვამპირები, რომლებიც ბინადრობენ პლანეტა ბურზე.
ბუახლოკი. დაბლა პლანეტები ატალა ვიტალა, რომელიც ითარგმნება როგორც უბსკური ყველა უბსკურებთაგან. Представляете название какое? Планетная система, бездна всех бездн. Но сейчас эта планета принадлежит Господу Шиве. მაგრამ ეს პლანეტა ახლა ეკუთვნის უფალ შივას, რადგან მან მოკლა დემონური წარმომადგენელი ამ პლანეტისა. ახლა ეს პლანეტა დემონურიდან გახდა კარგი პლანეტა, უпроსტად გახდა ღვთაებრივი პლანეტა. შემდეგი პლანეტარული სისტემა სუტალა, რომელსაც უწოდებენ დიდი უბსკური. თავის დროს ეს პლანეტაც იყო პლანეტარული წყობა დემონური, მაგრამ ახლა მას მართავს კეთილშობილი მეფე და ისიც გახდა ღვთაებრივი. შემდეგ მოდის მახატალა, რომელიც ნიშნავს უდიდეს უბსკურს. ამკაც შეეშალა და ბოდიში მოიხადა. სუტალა შემდეგ მოდის ტალა, რომელიც ითარგმნება საინტერესოდ, რომელიც ნიშნავს უბსკურის ქონას და ამავე დროს უბსკურის არ ქონას. იქ ცხოვრობს უდიდესი ჯადოქარი და ამ პლანეტაზე იბადებიან ჯადოქრები, მაგები. შემდეგი მახატალა. ამ მახატალაზე ცხოვრობენ რეპტილოიდები. გოლის მაგვარი არსებები ბინადრობენ, რომლებსაც შეუძლიათ სხეულის სტრუქტურის რეგენერირება. მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი არსებების ფორმა. შემდეგი პლანეტარული სისტემა რასატალა, რომელიც ითარგმნება როგორც ლაშნა სველი უბსკური და აქ ბინადრობენ ძლიერი დემონური არსებები, რომლებიც იმყოფებიან ადამიანური სხეულში, რომლებიც გამოიყურებიან როგორც ადამიანები. შემდეგ არის პატალა, ჯადოსნური უბსკური და გველების ბუდე, გველეშაპების ბუდე, რომლისთანაც არიან დაკავშირებული ჩინელები. ისინი ცემენ თაყვანს გველეშაპებს. დედამიწის ზევით არის სვარგა ლოკა, სადაც ბინადრობენ ნახევრად ღმერთები, ანუ ანგელოზები და არხანგელოზები, რომლებიც მართავენ ჩვენი დედამიწის ყველა სტიქიას. და იქ ხვდებიან ადამიანის სულები, რომლებსაც ჰქონდათ კარგი კარმა. ჯანა ლოკა, სვატი ლოკა, სადაც ტანჯვა არ არის. ამ სამყაროების მობინადრეები არანაირ პრობლემებს არ განიცდიან. ერთის გარდა მათ ეწოდებათ ისინი, ვინც ცხოვრობს დედამიწაზე. რადგან ზევიდან გადმოვყურებენ ხოლმე ჩვენ, როგორ ცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვიტანჯებით და ზოგი დასვამს კითხვას. ღმერთი სად იყურებაო? ხალხს ხო ჭამენო, მაგრამ ხალხი თვითონ აქცევს ზურგს ღმერთს. კარგი, მოდით ამ ნოტაზე დავამთავროთ. მთავარი სათქმელი თქვა ამ კაცმა, მეც დავამატეთ ჩემი და მეშინია, რომ არ მეყოს მეხსიერება ტელეფონში. ხო, თან ძაღლი ვიდეოები არ მინდა, თქვენ არ მინდა, კი, ზოგჯერ გამომდის გრძელი ვიდეოები და ამიტომ არა, მე ზოგჯერ ვიდეოებს მთლიანად არ ვთარგმნი, იმიტომ რომ ჯერ იქ იმხელა ხანდახან 2 საათი გრძელდება. მე უბრალოდ გამომაქვს თავარი იქედან. ან ორ ნაწილად ყოფ და თუ ყველაფერი საინტერესოა, მე უმრავლეს შემთხვევაში ვიდეოებს ვუსმენ წინასწარ. და თუ ჩავთვლი საჭიროთ, რომ მთლიანად უნდა გადაითამოს ვიდეო, ყოფ ორად. რომ ჩემ ტელეფონს ეყოს მეხსიერება და თქვენც არ გადაიტვირთოთ. კარგი, დროებით.